საქართველოს პრეზიდენტმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სიტყვით ჯერ კიდევ გუშინ მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა მათ ოჯახებს. გამოსვლისას ქვეყნის პირველმა პირმა ქართველი ჯარისკაცების გმირობისა და თავდადების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის მიერ დატოვებული უამრავი მოუშუშებელი ჭრილობის მიუხედავად საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. იმის გაგრძელება, რისთვისაც დაიღუპენ მათი შვილები, რისთვისაც დაიღუპული უკან დახევის შესახებ, რა თქმა უნდა, დარჩება მოუშუშებელი იარები, მაგრამ წართმოს აუცილებლად დავიბრუნებთ, გატეხილს აუცილებლად გავამთელებთ. საქართველო იქნება მთლიანი, საქართველო იქნება თავისუფალი. ჩვენ ვიცით, რა მიზნები ჰქონდა კრემლს 2008 წლის 7 აგვისტოს. და მაშინ, როდესაც 7 აგვისტოს წლების განმავლობაში ამზადებდა. ეს იყო საქართველოს სრული დამორჩილება, ეს იყო თბილისის აღება და საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის 180 გრადუსით შემოbrunება. ისევე როგორც 1921 წელს კრემლში ამჯერადაც ელოდნენ საზეიმო შეტყობინებას იმის თაობაზე, რომ თბილისის თავზე რუსეთის დროშა ფრიალებს. აი ახლა ხშირად არის კამათი სხვადასხვა პოლიტიკოსების. საქართველო მოიგო თუ წააგო ეს ომი. სანამ ჩვენ მიწაზე აქედან რამდენიმე კილომეტრში ოკუპანტები დგანან, როგორ მოგვიბრუნდება ენათქრო ვთქვათ, რომ ჩვენ ეს ომი მოიგეთ. მაგრამ მოდი დავსვათ კითხვა, რა მოიგო რუსეთმა, რა მოიგო აგრესორმა საქართველოს შემოჭრით. და გადავხედოთ ეუახლოს ისტორიას. მე-20 საუკუნის ისტორიას. მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირი, რუსეთი შეიჭრა რამდენიმე ქვეყანაში იმავე მიზნებით, როგორც ის შემოიჭრა საქართველოში. 30-იანი წლების ბოლოს ის შეიჭრა სამ ბალტიის ქვეყანაში, პრაქტიკულად უბრძოლოდ მოახდინა მათი ანექსია, დაასრულა მათი დამოუკიდებლობა. სამი ბალტიის ქვეყანა ერთად აღებული, რა თქმა უნდა, საქართველოზე დიდი იყო და მათ ვერ შეინარჩუნეს მაშინ თავის დამოუკიდებლობა, ისინი მთლიანად აიღო რუსეთმა. საქართველო რუსეთმა ვერ აიღო. 1956 წელს საბჭოთა კავშირის მრავალრიცხოვანი არმია შეიჭრა უნგრეთში. რამდენიმე დღეში დაამთავრა უნგრეთის დამოუკიდებლობა. მოკლა უნგრეთის პრეზიდენტი. უნგრეთი, რა თქმა უნდა, საქართველოს დიდი ქვეყანა იყო. რუსეთმა შეძლო უნგრეთის აღება, მიუხედავად უნგრელების წინააღმდეგობისა, მან ვერ შეძლო საქართველოს აღება. 1968 წელს საბჭოთა კავშირის არმია შეიჭრა ჩეხოსლოვაკიაში. დაასრულა პრაღის გაზაფხული. ჩეხოსლოვაკიის ხალხების სელობას შემოbrunებული იყო ევროპისკენ, აეშენებიათ დემოკრატიულ წყობილება. ჩეხოსლოვაკია, რა თქმა უნდა, უფრო დიდი ქვეყანა იყო, ვიდრე არის საქართველო. ჩეხოსლოვაკია მთლიანად აიღო საბჭოთა კავშირის, მაშინდელი რუსეთის არმიამ, დაასრულა მათ დამოუკიდებლობა. საქართველო მათ ვერ აიღეს და ვერ დაასრულეს ჩვენი დამოუკიდებლობა. 1979 წელს საბჭოთა კავშირის არმია, რუსეთის არმია შეიჭრა ავღანეთში. 1 საათში მოკლა ავღანეთის პრეზიდენტი და მრავალი წლის განმავლობაში ავღანეთის ოკუპაცია განახორციელა და დღემდე წელში ვერ გამართულა ეს ქვეყანა. ავღანეთი ბევრად უფრო დიდია ვიდრე საქართველო. საქართველო მხოლოდ ერთი ნაწილია ოკუპირებული. საქართველო აგრძელებს თავისუფალ დემოკრატიულ წარმატებულ განვითარებას. ამიტომ თითეული ქვა, თითეული კვადრატული მეტრი ჩვენი სოფლების, რომელიც მათ ფეხქვეშ გათელეს, ჩვენთვის არის წმინდათა წმინდა. მაგრამ რა თქმა უნდა, დამპყრობელი არ შემოსულა ჩვენი რამდენიმე ათეული სოფლის ასაღებად. მას ჰქონდა სამი სტრატეგიული ამოცანა 2008 წლის ომზე და ეს მას ღიად ჰქონდა გაცხადებული მანამდეც და ამის შემდეგაც. პირველი ამოცანა იყო საქართველოს მთავრობის დამხობა, საქართველოს დემოკრატიული წყობილების შეცვლა, საქართველოს ლიდერების ფიზიკური განადგურება, ეს ღიად გაცხადებული ამოცანა იყო მაშინაც და ახლაც. და მათ ეს რა თქმა უნდა ვერ განახორციელეს. საქართველოს ყავს იგივე მთავრობა,
და ესე იგი რუსეთი არ არის გამარჯვებული. აგრესორი და ოკუპანტი არ არის გამარჯვებული. მათი მეორე ამოცანა იყო საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის მოსპობა, საქართველოს როგორც დიდი ეკონომიკური ცენტრის ენერგორესურსების დიდი გამტარი ცენტრის ჰაბის ფუნქციის მოშლა, გადაკეტვა და სრული კონტროლის დამყარება შუა აზიის, კასპიის ზღვის დიდ რესურსებზე და შესაბამისად, რა თქმა უნდა, საქართველოს მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფუნქციის წაშლა და ესე იგი იმ საფუძვლის მოშლა, რომელსაც ასევე ნაწილობრივ იფუძნება საქართველოს მიმართ მსოფლიოს ხარდაჭერა. რუსეთმა ეს ვერ მოახერხა, ესე იგი რუსი ოკუპანტი არ არის გამარჯვებული. მესამე მათი ამოცანა სტრატეგიული იყო ნატოს გაფართოების შეჩერება და ჩვენი კუთხიდან ეს არის ჩვენი ნატოში გაწევრიანების შეჩერება, იმიტომ რომ ეს იყო და ეს არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი გარანტიები ჩვენი განვითარების, ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის წევრობის. მათი ამოცანა იყო ჩვენი შეჩერება ევროინტეგრაციის. საქართველოს არ მხოლოდ ვერ შეუჩერეს, არამედ ახლა ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან, უვიზო მიმოსვლასთან, თავისუფალ ვაჭრობასთან, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის გამოცხადებასთან. ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის ის, რასაც აცხადებენ ევროპელი ლიდერები და როგორც ეს დამტკიცდა ჩიკაგოს სამიტზე და ამაზე ბოლოს ამბობდნენ რუსეთის ლიდერი. აი ეს მაინც ხო გავაკეთეთ, რომ ნატოს გაფართოება შევაჩერეთ. ბოლოს სამიტზე გამოცხადდა, რომ შემდეგი სამიტი 2014 წელს იქნება გაფართოების სამიტი და საქართველოს იქნება საყოველთაო კონსენსუსით ერთ-ერთი უპირველესი კანდიდატი. ესე იგი რუსეთი არ არის გამარჯვებული. ჩვენ არასდროს დავბრუნდებით წარსულში. რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე მოსკოვში, რამდენიც არ უნდა იოცნებონ ამაზე ადგილობრივმა მუმიფიცირებულმა მოღვაწეებმა წარსულიდან, ადგილობრივმა კორუმპირებულმა კლანებმა, იმათ ვინც თავს ჯდომდნენ ყოველთვის ვიღაცის მონებად უკეთესად, ვიღაცის სახურებად უკეთესად ვერ ხედავდნენ საკუთარ მომავალს, საკუთარ დამოუკიდებელ სამშობლოში წელგამართულ ქართულ ხალხთან ერთად. რამდენიც არ უნდა იოცნებონ ჩვენმა დამპყრობლებმა და მათმა ადგილობრივმა დამქაშებმა, საბჭოთა კავშირი არ აღდგება.